მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ბექამ რვანიძე. დღეს ვაგზელებ საუბარს Led Zeppelin-ზე და მის ლეგენდარულ დრამერზე ჯონ ჰენრი ბონემზე. როგორც მოგეხსენებათ, არსებობს მთელი რიგი დრამერების, პოპულარული დრამერები უბრალოდ ისეთები როგორებიც იყო მაგალითად კოზი პაუელი, ავიღოთ ჯინჯერ ბეიკერი, ავიღოთ კიტ მუნი, მაგრამ რატომღაც არა მარტო ჩემთვის, არამედ დანარჩენი მთელი მსოფლიოსთვის და მსოფლიო მელომანებისთვის ჯონ ჰენრი ბონემი გამოირჩეოდა თავისი არაჩვეულებრივი დაკვრის მანერით. როგორც გითხარით და როგორც აღვნიშნე, ჯიმი პეიჯი მას შეხვდა სამხრეთ ინგლისის კლუბ კანტრიში, სადაც მან პირველად მოისმინა მისი დაკვრა. ჯონ ჰენრი ბონემი გამოირჩეოდა პირველ რიგში იმით, რომ უკრავდა ძალიან ხმამაღლა და ბირმინგემის კლუბები იყო უკმაყოფილო. მთელი რიგი კლუბები მას ეუბნებოდა ვარს, იმის გამო, რომ ის უკრავდა ძალიან ხმამაღლა. ჯიმი პეიჯი პიტერ გრანტთან ერთად რა თქმა უნდა კმაყოფილი დარჩა და გადაწყვიტა, რომ ის თავის ჯგუფში უცილობლად აეყვანა. ჯონ ჰენრი ბონემზეა საუბარი, მაგრამ საქმეს ართულებდა ერთი მარტივი გარემოება. ჯონ ბონემი იყო ძალიან ღარიბი ხატაკი ოჯახიდან, ასე რომ ვთქვათ, პროლეტარების ოჯახიდან და მას არ გააჩნდა სახში ტელეფონის. რობერტ პლანტმა და მათ შორის პიტერ გრანტმა დაახლოებით 40 თუ 50 დეპეშა გაუგზავნა ჰენრი ბონემს, უпроსორად არა სახლში, არამედ იმ პაბში, იმ ინგლისურ ლუდხანაში, რომელსაც ძალიან ხშირად სტუმრობდა ბონემის. სამწუხაროდ პასუხი იგვიანებდა და ბოლოს ერთ შვენიერ დღეს ბონემმა გადაწყვიტა, რომ შეერთებოდა ახლად შექმნილ ჯგუფს, Led Zeppelin-ს, როგორც მოგეხსენებათ, მას ერქვა ადრე Yardbirds-ი, ვინც არ მოისმინა. ჯონ ჰენრი ბონემის კუმირები გახდათ ისეთი დრამერები, ინგლისში საქვეყნოდ განთქმული და არა მარტო ინგლისში, ბიტლზების შემდეგ. ისეთი ჯგუფი როგორიც იყო The Who და მისი ლეგენდარული დრამერი კიტ მუნი, რომელიც გამოირჩეოდა დასარტყამ ინსტრუმენტზე ძალიან არანორმალური დაკვრის მანერით, ასევე ჯგუფ The Cream's, რომლის გიტარისტი ერიკ კლაპტონი იყო ბრიტანეთის და კერძოდ ინგლისის ლონდონის პირველი გიტარისტი და თქვენ ხშირად შეხვდებოდით ლონდონის ქუჩებში ასეთ წარწერას კედელზე, უბრალოდ გრაფიტს, სადაც ეწერა Eric Clapton is a god, ანუ ერიკ კლაპტონი ღმერთია. Cream's დრამერი საუბარია ჯინჯერ ბეიკერზე. 1966 წელს Hyde Park-ში გაიმართა უფასო კონცერტი, რომელიც Rolling Stones-მა ჩაატარა და იქ გამოდიოდა Creamy და ამ უფასო კონცერტს დაესწრო ბონემი და მომენტალურად ჯინჯერ ბეიკერი იქცა